მაშ ასე ვაგრძელებთ კეთილდღეობაზე საუბარს და დღეს ისევ ორგანიზაციის ჭრილში გავიაროთ ეს თემები და შევეხოთ ისეთ თემას, როგორიც არის შრომითი და ფინანსური კეთილდღეობა ორგანიზაციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვნად ასოცირდება ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასთან, რა თქმა უნდა, საქმის შესრულებასთან. ბედნიერი თანამშრომელი, რომელსაც აქვს სამართლიანობის განცდა, ბევრად უფრო კარგ შედეგს დევს, უფრო ხარისხიანად მუშაობს და კომპანიის შედეგებზეც ეს თავისთავად აისახება. მანამ სანამ ჩვენ სტუმარს წარვადგენთ, მინდა გთხოვეთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ასევე საშუალება გვაქვს, რომ შევქმნათ ძალიან საინტერესო და თქვენზე მორგებული პროდუქტი. ასევე გთხოვთ, რომ გამოგვეხმაუროთ და გვითხრათ, რას ფიქრობთ. მოკლედ, დღეს ჩვენი სტუმარი არის უჩაძი მისტარიშვილი, შრომის სამართლის ექსპერტი და ტექლოუ საქართველოს იურიდიული კომპანიის პარტნიორი. ხო, სწორად ვამბობ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედი ჩვენთან და გადაწყვიტე, რომ ასეთ მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბროთ, როგორიც არის ფინანსური კეთილდღეობა და შრომითი კეთილდღეობა. მეც მიხარია თქვენთან სტუმრობა, პირიქით მადლობა მოწვევისთვის და იმედია დღევანდელი ჩვენი საუბარი სასარგებლო იქნება მსმენელებისთვის და მეც მოუწოდებ ყველას, რომ გამოიწერონ თქვენი არხი. მაშ ასე, უფრო დეტალურად რომ გაგვარკვიო, უჩა, რას ნიშნავს ფინანსური კეთილდღეობა? შრომითი ურთიერთობა, რასაც ვეძახით ჩვენ დამსაქმებელს და დასაქმებელს შორის ურთიერთობას, მოიცავს რამდენიმე მიმართულებას. ერთი მიმართულება არის პირველ რიგში ფინანსური საკითხების მოგვარება, მოწესრიგება, შემდგომ მოდის უკვე თქვა სამართლებრივი პროფესიული საკითხების მოგვარება და შემდეგ ამ ყველაფრის პრაქტიკაში განხორციელება. ეს ჯაჭვი, ასე ვთქვათ, ქმნის ერთობლიობაში ურთიერთობას დამსაქმებელ ორგანიზაციას და დასაქმებულს შორის და იმის მიხედვით, რამდენად გამართულია ეს სტრუქტურა, სამივე მიმართულება, ამის მიხედვით უკვე ვაფასებთ ორგანიზაციაში შრომითი ურთიერთობა არის ჩამოყალიბებული სათანადოდ თუ არა ჯანსაღად, ასე ვთქვათ. გარკვეული დროის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ შრომითი ურთიერთობა არის მხოლოდ, ასე ვთქვათ, კონტრაქტი, უბრალოდ არის მხოლოდ ის თუ რა ჩაიწერება ხელფასის გრაფაში ერთი და ამის მიღმა უკვე ცხოვრება და პრაქტიკა გვაჩვენებს. თუმცა დღესდღეობით უკვე თანამედროვე მიდგომები არ გულისხმობს მხოლოდ კონტრაქტის გაფორმების ეტაპზე რაღაც ციფრზე შეჯერებას და უფრო მნიშვნელოვანია დროთა განმავლობაში როგორ ხდება ადაპტაცია რეალობებთან. რას გულისხმობ ამ ნაწილში, ჯერ ფინანსურ ნაწილზე რომ ვისაუბროთ, ერთი ნაწილი არის რომ სიცხადე არსებობდეს დასაქმებულისთვის, რამდენია თქვათ ერთი მისი ანაზღაურება, მაგრამ დროთა განმავლობაში რაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ან მოდით ასე ვთქვათ სტაბილურობა. აი პირველი ყოველთვის არის ხოლმე პირამიდაში თუ წარმოვიდგენთ, რომ იყოს მინიმუმ შენარჩუნებული თუ სტაბილურობის განცდა არსებობდეს და უკვე რაც უფრო მდგრადი არის ეს სტაბილურობა, შემდგომ უკვე ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოხდეს წინსვლა, ხო? ანუ ერთი მხრივ თანამშრომლის ბუნებრივი ინტერესი არის, რომ მას ჰქონდეს უფრო და უფრო სტაბილური და ამავდროულად წინსვლაზე ორიენტირებული ანაზღაურება, ხოლო თვითონ დამსაქმებლის კუთხითაც ცხადია მისი ინტერესი არის, რომ მკაფიო იყოს რა მოთხოვნებს შეიძლება ელოდებოდეს დასაქმებულისგან. ანუ არც დამსაქმებელი არის იმ პოზიციაში, რომ ერთხელ ხელფასი დავადგინე და ამით დასრულდა თქვათ ურთიერთობა, ხო? მისთვისაც დროთა განმავლობაში მას შეიძლება არ სურდეს ბუნებრივია ზრდა ხელფასის, იმიტომ რომ მისთვის ხარჯის ზრდა არის, თუმცა მისთვისაც მნიშვნელოვანია იცოდეს როდის და რას უნდა მოელოდეს თანამშრომლებისგან. ამიტომ ეს ფინანსური სიცხადე, ფინანსური პირობების ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხარისათვის, დასაქმებულისთვისაც, დამსაქმებლისთვისაც.
ახლა როდესაც ვამბობთ ფინანსურ კეთილდღეობას, აქ არ იგულისხმება არასდროს მხოლოდ რაოდენობა ხელფასის. როგორც თქვი, შეიძლება რაოდენობა იყოს ძალიან მაღალი, მაგრამ არ იყოს სტაბილური. თქვათ, არ იყოს ყოველთვიური ანაზღაურება, ხშირი იყოს ჩავარდნები ანაზღაურებაში, ხო? ამიტომ ამ შემთხვევაში თვითონ ეს ჩარჩო ფინანსური კეთილდღეობის მოიცავს პირველ რიგში განსაზღვრას, რამდენად სტაბილურია. რატომ? იმიტომ რომ ამის მიხედვით დასაქმებელმა უნდა შეძლოს დაგეგმოს მისი მომავალი, მისი ყოველდღიურობა და ყოველთვე იცოდეს რა შემოსავალი ექნება მინიმუმ. ხო? ეს გავლენას ახდენს მის კრედიტუნარიანობაზე, მის ყოველდღიურობაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ პრაქტიკაში ხშირად გვაქვს ახლა შრომით სამართალი განუყოფელია ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან, ხო? ყოველდღიურად გვაქვს შეხება ორივე მხრიდან, როგორც დამსაქმებლებისგან, ისე დასაქმებულებისგან ამ პრობლემებთან, იმიტომ რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც მოდის დასაქმებული და იძახის, რომ მაგალითად მე კონტრაქტში მიწერია ეს თანხა, ამ თანხის გამო გადმოვედი მე თქვა სხვა კომპანიიდან და აღმოჩნდა რომ მე ძალიან მალევე გამიშვეს სამსახურიდან. ხო? ანუ ეს რასთან არის დაკავშირებული? კი, ხელფასის ოდენობა მაღალი იყო, მაგრამ ამიტომ ამბობთ რომ კეთილდღეობაზე, როდესაც საუბრობთ, შეუძლებელია ვისაუბროთ მხოლოდ ოდენობაზე. აქ ნიშნავენ აი ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო, როდესაც გადმოვიდა თანამშრომელი ერთი კარგი პოზიციიდან სხვა კომპანიაში, ასევე კარგ პოზიციაზე, ბევრად მაღალ ანაზღაურებაზე, მაგრამ 3 თვეში ის გაუშვეს სამსახურიდან. როდესაც გავაანალიზეთ, თქვათ, კონტრაქტი იყო, რომ ამ ახალ კომპანიაში ქონდა გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება, რომელიც ბევრად უფრო ნაკლებად დაცული არის დასაქმებულისათვის, ხო? ამიტომ ამ შემთხვევაში რა სიტუაცია მივიღეთ? ერთი შეხედვით თუ ვიწროდ განმარტავთ, მას ფინანსური კეთილდღეობა გაუმჯობესდა, იმიტომ რომ უფრო მაღალი ანაზღაურება მიიღო, თუმცა იმის გამო რომ ეს არ იყო გამყარებული იურიდიულად სტაბილურობით, ამის გამო მას 3 თვეში ეს გაზრდილი მაღალი ანაზღაურება დაკარგა. ხო? ამიტომ აი ფინანსურ კეთილდღეობაზე, როდესაც საუბრობთ იურისტებთან, შეიძლება ესეც იყოს კითხვა, რომ აი ფინანსური კეთილდღეობა იურისტი რატო იხილავს. არადა პირველ რიგში იურისტობა არ არის ის, რომ მხოლოდ ნორმებს შევხედოთ, ხო? ანუ ჯაჭურად ჩვენი გამოცდილება გავაზიაროთ და ამ შემთხვევაში აი გამოცდილება არის, რომ ეს მაჩვენებლები ფინანსური თუ არ არის გამყარებული შემდეგ სწორი სამართლებრივი დოკუმენტით და სწორი პირობებით ამ კონტრაქტებში. უკვე სახეზე ვეღარ ვიღებთ აი ფინანსური კეთილდღეობის მთავარ კომპონენტს, რაც არის გამყარება სტაბილურობის შეგრძნების. ხო, აი ძალიან ხშირად ვახსენეთ სიტყვა სტაბილურობა და ჩემთვის სტაბილურობა პირდაპირ პროპორციული არის ამ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასთან. ხო არის ასე, იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც სტაბილურად გრძნობ თავს, ბევრად უფრო მშვიდად ხარ, სტრესის დონეც უფრო დაბალია და თითქოს საქმეზეც მეტად ხარ ორიენტირებული და გულდასმით აკეთებ ყველაფერს. თუმცა ჩვენ იმდენად დინამიკურ სამყაროში ვცხოვრობთ უკვე და იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი, რომ სადღაც შეგუებულები ვართ, რომ ხვალ შეიძლება უცბად მითხრან, რომ აი ვიხურებით, ცვლილებებია, ან შენი შტატი უბრალოდ არ გუჭირდება. ეს ყველაფერი გასაგებია, მეტნაკლებად ვეგუებით ამას უკვე ადამიანები, რომ ეს შეიძლება ხვალ მოხდეს. თუმცა როგორ შეიძლება იურიდიულად, კეთილსინდისიერად ეს გაკეთდეს კომპანიის მხრიდან ისე, რომ ძალიან დიდი მორალური ზარალი არ მიიღოს ადამიანმა, ნუ რო აღარაფერი ვთქვათ ფინანსურ ზარალზე. ამ საკითხზე ძალიან ბევრი განხილვა წამოვიდა განსაკუთრებით აი ესე აქტუალურ პერიოდს თუ განვიხილავთ კოვიდის პერიოდი. ხო, აი როდესაც მასიურად ობიექტურადაც კი მოხდა, ასე ვთქვათ, ბევრი სამუშაო ადგილის გაუქმება, შემცირება
და აი ამ დროს დაისვა საკითხი ზუსტად სამართლებრივ ჭრილში, რომ ეს უნდა იყოს, თქვათ, სამსახურიდან გაშვება ესეთ ფორს-მაჟორულ ვითარებაში დასაქმებულის ტვირთი და მან უნდა თქვას, რომ რა ვქნათ, გამიშვეს სამსახურიდან, თუ ეს უნდა იყოს დამსაქმებლის ტვირთი, რომ მან მოიძიოს სახსრები იმისთვის, რომ თანამშრომლებს, ასე ვთქვათ, აუნაზღაუროს დანაკლისი, ხო? აი აქ ცოტა ასე ვთქვათ, ბალანსის დაჭერა არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი იგივე კოვიდის დროს ან რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლება, თუმცა ამისათვის აუცილებელია ვთქვათ კომპენსაციის გაცემა, ხო? ეხლა ამ ყველაფრის გათვალისწინებით უკვე კანონმდებლობა არეგულირებს, რომ ეს ბალანსი იყოს დაჭერილი, რომ არც დასაქმებული იყოს მუდმივ სტრესში, რომ აი ხვალ შეიძლება გამიშვან და არც დამსაქმებელი იყოს იმ კუთხით დემოტივირებული, რომ თანამშრომლის აყვანა მისთვის დაკავშირებული იყოს დაუსრულებელ რისკებთან, რომ აი კოვიდის დროსაც თუ ვერ გავუშვი თანამშრომელი, ყოფილა ესეთი კითხვები შემოსულა ჩვენთან, რომ აი თანამშრომლის გათავისუფლება მინდა, იმიტომ რომ აი კოვიდია, რა ვქნა რა. ამისათვის არის ზუსტად აი დარეგულირებული კანონმდებლობით, რომ შუალედი არის მოძებნილი, ჩვენი კანონმდებლობით საკმაოდ ასე ვთქვათ დიდი ხანი არის, რაც ეს ზღვარი არის დადგენილი საშუალოდ ორთვიანი ანაზღაურების თემა კომპენსაციის. სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობით ეს მიბმულია, ვთქვათ, სტაჟზე, სამუშაო სტაჟზე, რამდენი ხანი მუშაობს თანამშრომელი, მიბმულია კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზეც, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით გათავისუფლების მომენტი მიბმულია, ვთქვათ, ორთვიან საშუალო კომპენსაციაზე. თუმცა პირველი არის, რომ იქნებ როგორმე არ მივიდეთ საერთოდ გათავისუფლებამდე, ხო? ან არ მივიდეთ უკანონო გათავისუფლებაზე მით უმეტეს. აი, ორად რო დავყოთ, ერთი უკანონო გაშვება სამსახურიდან და მეორე, ასე ვთქვათ, საფუძვლიანი გათავისუფლება, ორივე შემთხვევაში გვაქვს სხვა სამართლებრივი რეჟიმი, ხო? უკანონო გათავისუფლების დროს საკმაოდ მკაცრი სანქციებია კანონმდებლობით გათვალისწინებული, როგორიცაა გაცდენილი პერიოდის ანაზღაურება. აი ჩვენ გქონია შემთხვევა, როდესაც 20 თვის, 24 თვის ანაზღაურება მოუგია დასაქმებულს სასამართლოს მეშვეობით, იმიტომ რომ უკანონოდ მოხდა მისი გათავისუფლება, ხო? რაც, ასე ვთქვათ, სამართლებრივი გარანტია ერთ-ერთი. თუმცა მე სულ ვამბობ, რომ თანამშრომელი არ შეიძლება დამსაქმების ინტერესი არ უნდა იყოს ის, რომ იდავოს სასამართლოში. დამსაქმებელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ გაერკვეს, რატო შეიძლება წავიდეს დასაქმებული სასამართლოში. ჩვენ ახლა მუდმივად ვცდილობთ, რომ ეს დიალოგი წარმართოთ ხოლმე დამსაქმებლის მხარეს, როდესაც ვართ და როდესაც მათ შორის დასაქმებულის მხარეს ვართ, რომ ყველა გზა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს სასამართლოში სიარული. რატომ ეს დაკავშირებულია სტრესთან დამატებით, ყველა ადამიანისთვის სტრესია სასამართლოში წასვლა, ფინანსურ ხარჯებთან, ამიტომ ფინანსური კეთილდღეობაზე, როდესაც საუბრობთ შრომით ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კავშირშია ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დასაქმებულის. ძალიან ბევრი კვლევით არის დადასტურებული, ერთ-ერთი საინტერესო კვლევა, რაც ხშირად მიყვარს ამაზე აქცენტირება, რომ საქართველოში დაახლოებით 75% დასაქმებულების უკმაყოფილოა საკუთარი სამსახურით. და ეს არ შეიძლება ვთქვათ, რომ ამდენი ადამიანი ხელფასით არის უკმაყოფილო. არა, უკმაყოფილოა კონტრაქტით, სტრესით, უკმაყოფილოა იმით, რომ მოლოდინები არ არის სტაბილური, ხო? და ეს რას ნიშნავს, რომ ეს 75% ვერაზროს ვერ იქნება იმდენად ეფექტიანი შრომით ურთიერთობაში, იმდენად სასარგებლო დამსაქმებლისთვისაც, რომ დამსაქმებელიც კმაყოფილი იყოს, რომ ხოდი სხვა არ არის, რომ აი დასაქმებული მყავდეს სამსახურში ვიღაც, ხო? ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენ
მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მხარეს, როდესაც საუბრობთ რჩევაზე, რჩევა იყოს, რომ პირველ რიგში შრომითი ურთიერთობა შედგება სამი ფაზისგან. პირველია წინა სახელშეკრულება ურთიერთობა, ანუ სანამ ხელშეკრულებას დავდებთ, მანამდე იყოს აი სიცხადე შეტანილი დასაქმებულთან, რომ სად მოდის, სად იწყებს მუშაობას, რა უზრუნველყოფს სტაბილურობის გარანტიებს და ამის საფუძველზე იყოს ორმხრივი შეთანხმება. ანუ ეს არ იყოს დამსაქმებლისგან რაღაც მექანიზმი, რომ აი თუ გინდა დაიწყე ჩემთან, თუ ხშირი ფრაზაა ხოლმე ეს. თუ არ გინდა, ხო, არ დაიწყო, ჯერ დაწყებაზე, ხო? მეორე ეტაპია უკვე მუშაობის პერიოდი და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული უკავშირების მოსმენა ორივე მხრიდან, მოლოდინების კუთხით და მესამეა უკვე თუ კი დადგა დღის წესრიგში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ეს შეწყვეტაც იყოს იმ განცდით, რომ უსამართლო მიდგომა არ ყოფილა გამოყენებული. და რატომ ამას სამართლებრივად რა დატვირთვა აქ, რომ თუ კი შეწყვეტის მომენტში ვისაც დღეს ვუშვებთ, მას არასამართლიანად მოვექეცით, ვინც სამსახურში რჩება დანარჩენი, მათაც არ ექნებათ სტაბილურობის განცდა, რომ აი ხვალ რო გამიშვებენ, მეც იგივენაირად მომექცევიან, ხო? ჩვენ გქონდა ერთი საინტერესო кейსი, როდესაც გაუშვეს ერთ-ერთი, ვთქვათ, რგოლის მენეჯერი სამსახურიდან და ამის ასე ვთქვათ, ამ პიროვნების განცდა იყო, რომ ის უსამართლოდ გაუშვეს, წავიდა სამსახურიდან, გაუშვეს სამსახურიდან და წავიდა სასამართლოში და დამსაქმებელს ერთ-ერთ ასე ვთქვათ, არგუმენტად მოყავდა სხვა დასაქმებულის, ვთქვათ, პოზიცია, ხო? და ნუ მოვიდა ისიც სასამართლოში. და რამდენიმე თვის შემდეგ აი ის მეორე თანამშრომელიც, რომელიც ჩართული იყო, ვთქვათ, ამ პირველი თანამშრომლის გაშვებაში, ისიც გაუშვეს შემდეგ სამსახურიდან. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჯაჭვურად თუ კი ხდება არასამართლიანი მიდგომა ერთი თანამშრომლის მიმართ, ეს უკვე აჩენს დამსაქმებლის დამოკიდებულებას და სხვა დასაქმებულებისთვის ეს არის სიგნალი, რომ შეიძლება ისინიც ხვალ გაუშვან უსამართლოდ. ამიტომ გაშვება სამართლიანი პირობებით არის მათ შორის იმის წინაპირობა, რომ სხვა თანამშრომლებს, რომლებიც გინდა, რომ რა თქმა უნდა სარგებელი მოუტანონ კომპანიას, მათაც ექნებათ უკვე განცდა, რომ სტაბილურ გარემოში არიან, იმიტომ რომ ხვალ თუ დადგება დღის წესრიგში მათი გაშვება, მათ მიმართაც იქნება სამართლიანი მიდგომა. საინტერესოა, კი, სწორი შენიშვნა, ახლა რო გავიხსენე, მართლა ნამდვილად არის იქნებოდა ეგეთი განცდა. ერთი ისეთი კითხვა მაქვს, არ არის ახლა მაგასთან კავშირში, მაგრამ თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც დამსაქმებელს უჩივლია დასაქმებულისთვის? ესეთი შემთხვევები ხშირია, ეს არ არის რაღაც იშვიათი შემთხვევა. ჩვენ გვაქვს ხოლმე, ასე ვთქვათ, ერთი მხრივ შეიძლება მოგმართოს დასაქმებულმა, რომ ის გაუშვეს, ვთქვათ, სამსახურიდან და ეს დავაგრძელდება სხვა ინსტანციის ფარგლებში, ხო? შეიძლება ერთი ინსტანცია მოიგოს ერთმა მხარემ და მეორე ინსტანცია მეორე მხარემ. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჩვეულებრივი პროცესია, ისევე როგორც ყოფილა შემთხვევა, როდესაც დამსაქმებელს დაუნიცირებია, ასე ვთქვათ, დავა, თუმცა ზოგადად შრომის სამართალი და შრომის კოდექსი ითვლება, რომ უფრო მეტად არის მიმართული იქეთკენ, რომ დასაქმებულის ინტერესები იყოს დაცული, ესეც იმიტომ ხდება, რომ ბუნებრივი დისბალანსი არსებობს შრომით ურთიერთობაში, ითვლება, რომ დამსაქმებელს უფრო მეტი საბაზრო უპირატესობა აქვს და აი ამ დისბალანსის აღმოსაფხრელად უფრო მეტი დამცავი ნორმა გვაქვს დასაქმებულის მხარეს. ამიტომ სტატისტიკურად პირველი სასამართლოში უფრო ხშირად მიდის დასაქმებული. თუმცა ხშირია, მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს რაღაცა იშვიათი გამონაკლისია, ხშირია, როდესაც დამსაქმებელი ან სასამართლოს მეშვეობით, ან სხვა გზით მიმართავს პირიქით იქით პრეტენზიით დასაქმებულს. ამიტომ ესეც აბსოლუტურად ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა იურისტებისთვის.
ერთი კითხვა მაკედე. აი იმ შემთხვევაში, ერთ-ერთი შემთხვევა რომ მოყევით ხა ეს სამთვიანი გამოსაცდელი ვადა რო ქონია და მე მარტივად რო გაუშვეს. აი ეს სამთვიანი გამოსაცდელი ვადა, ჩემი აზრით, ძალიან ხანმოკლე პერიოდია, ანუ 3 თვე იმისთვის, რომ ადამიანის პოტენციალი კარგად დაინახო, ხო? და ერთი რომ აი ეს სამთვიანი გამოსაცდელ პერიოდს როცა ხედავს ადამიანი, ეს არის უკვე იმისი ნიშანი, რომ რაღაც ორგანიზაციაში დადარაჯებულები არიან, რომ არ უნდათ შენი აყვანა, მაგრამ მეორეს მხრივ ხო აიყვანეს ის ადამიანი უფრო მაღალი ხელფასით. ესე იგი უნდათ ნამდვილად. ანუ მთლად ის არ იყო, რომ რაღაცა გაშვებანდომებოდათ, ხო? ის აი მან ადამიანმა, აი პოტენციურმა მომავალმა დასაქმებულმა რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ აი ვთქვათ იგივე 3 თვე იყოს უფრო ხანგრძლივი, 6 თვე ჯობია ნახეთ ჩვენი კოდექსი ითვალისწინებს მაქსიმუმ 6 თვიან გამოსაცდელ პერიოდს. თუმცა გამოსაცდელი ვადა იმით არის, ასე ვთქვათ, გამორჩეული ჩვეულებრივი ხელშეკრულებისგან, რომ მისი შეწყვეტა არის მარტივი. ანუ მას არ ჭირდება არსებითი დასაბუთება. ამიტომ დასაქმებულის ინტერესი არის, რაც შეიძლება მოკლე ვადიანი იყოს გამოსაცდელი ვადით კონტრაქტი, რომ მალე გადავიდეს ჩვეულებრივ ხელშეკრულებაში. ანუ ჩვეულებრივი ხელშეკრულების დროს უფრო დაცულია დასაქმებული. ამიტომ პირიქით 6 თვეზე ნაკლები, რაც უფრო ნაკლები იქნება, დასაქმებულისთვის ეს უკეთესია, იმიტომ რომ მალე გადავა ეს რო ყოფილიყო 6 თვიანი პირობითად 3 თვის თავზე მაინც შეეძლებოდა დასაქმებულს რომ გაეშვა სამსახურიდან. ანუ ვადამდე ამ 6 თვის ამოწურვამდეც მარტივად შეუძლია უფრო შეწყვეტა. ამიტომ მაგ ხრივ პირიქით რაც უფრო მოკლევადიანი იქნება დასაქმებულისთვის ეს უკეთესია. თუმცა მე საერთოდ ვამბობ რომ როდესაც ამ ტიპის პოზიციებზე განსაკუთრებით მაღალანაზღაურებად პოზიციებზე ვსაუბრობთ დასაქმებულს აქვს შესაძლებლობა შეიძლება დაბალანაზღაურებად თანამშრომელს არ კონდეს იმის საშუალება რომ თქვა თუნდაც კონსულტაცია გაიაროს იურისტთან, მაგრამ როდესაც მაღალანაზღაურებად პოზიციებზე ვსაუბრობთ, ჩვენი რჩევა ყოველთვის არის რომ ნახევარსაათიანი, 1 საათიანი კონსულტაცია იურისტთან გაიაროს იმისთვის რომ შეაფასოს ეს რისკები. მას რომ სცოდნო და მისთვის არ იყო ცხადი, შემდეგ როდესაც ჩვენ გამოვკითხეთ პოსტფაქტუმ უკვე ფაქტის დადგომის შემდეგ, მისთვის არ იყო ცხადი რომ 3 თვის განმავლობაში მასთან ასე მარტივად შეიძლებოდა ხელშეკრულების შეწყვეტა. ამიტომ ის თუ იურისტთან გაივლიდა კონსულტაციას, აუხსნიდა რა არის არსი ამ გამოსაცდელი ვადის და შეიძლება მას მოეთხოვა ან პირდაპირ ჩვეულებრივი ხელშეკრულების გაფორმება, ან სხვა დაცვითი გარანტიები, ხო? ამიტომ მაგ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულმა მაქსიმალურად შეძლოს წინასწარ ამ რისკების შეფასება. თუმცა იმიტომ რომ ყველას არ შეუძლია და არ არის ის პრაქტიკა, რომ ყველამ გაიაროს იურისტთან კონსულტაცია წინასწარ, ამიტომ დამსაქმებლის კუთხით ვყურებ მე ასე რომ მათ კონდეთ ეს თვით პასუხისმგებლობა, ასე ვთქვათ, რომ უკვე რეპუტაციულად იმ დამსაქმებელს დღეს აქვს ალბათ ის მის მიმართ ის დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს, რომ ისე უკვე არასტაბილური დამსაქმებელი. ამიტომ სხვა მაღალანაზღაურებადი ან მაღალი კვალიფიკაციის კადრი თუ მივა იგივე კომპანიაში და მოიკითხავს თქვა წინა რატო წავიდა და გაერკვევა, ხო ეხ პატარა არის საქართველოში მარტივია მაგის გარკვევა. დამსაქმებლისთვის იქნება ისევ დამაზიანებელი. ანუ ხშირად მეუბნებიან ხოლმე მე რომ აი შენ დასაქმებულის კუთხით უყურებ ხშირად, იმიტომ რომ აი შრომის სამართალში უფრო დასაქმებულის კუთხით უყურებ, მაგრამ მე ვამბობ რომ ასე ვთქვათ სტაბილური ურთიერთობა დასაქმებულთან ეს არის არა მხოლოდ დასაქმებულის ინტერესი, ეს არის დამსაქმებლის ინტერესიც. რეპუტაციული, უფრო კვალიფიციური კადრების მოზიდვის შესაძლებლობა, ხო? ამიტომ ამ მხრივ, როდესაც ვამბობთ, რომ დასაქმებულის პოზიციას ვაჟღერებთ, ამავდროულად იგივე პოზიცია არ მოდის წინააღმდეგობაში დამსაქმებლის პოზიციასთან. პირიქით, ეს არის დამსაქმებლის პოზიციაც, ჩემი აზრით, რომ
მას კონდეს სტაბილური დამსაქმებლის რეპუტაცია. მეც ახლა ესე მესმის, რომ ეს არის თანამშრომლობა, ხო? სადაც ნდობაზე უნდა იყოს და კეთილსინდისიერებაზე უნდა იყოს, ჩემი გადმოსახედით აწყობილი ეს ურთიერთობა. მესმის, თითქმის ყველა კომპანიას ახლა მე რამდენჯერაც დამიწყია და ბევრჯერ მაქვს სამსახური შეცვლილი, ყოველთვის მქონდა ხოლმე ეს 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა. თუმცა ხშირ შემთხვევაში ასეთი რამ მომხდარა, რომ 6 თვე რომ თავრდება, გაფასებს ხო მენეჯერი, რა გააკეთე, როგორ გააკეთე და ესეც ძალიან კონკრეტულია, რომ აი 6 თვეში შენ რას უნდა მიაღწიო, რა კრიტერიუმით უნდა შეფასდე, რომ თანამშრომელ დამსაქმებელმაც და შენს გადაწყვიტოთ, აგრძელებთ თუ არა ურთიერთობას და თუ კი დამსაქმებელი თვლის, რომ შენ ვერ მიხვედი იმ განვითარებამდე, რა მოლოდინიც იყო და ამას გისაბუთებს კეთილსინდისიერად, მაშინ უკვე გამოდის, რომ შენც აღარა გაქვს ესეთი განცდა, რომ არასამართლიანად მომექცნენ. მე ასე ვხედავ ყოველ შემთხვევაში და რამდენად კეთილსინდისიერად შენი პრაქტიკიდან გამომდინარე იქცევიან ხოლმე ორგანიზაციები. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც გვაქვს ხოლმე გამოსაცდელი ვადის დროს ხელშეკრულების შეწყვეტა, ეხლა თქვენც თქვით, რომ თუ ავიყვანეთ თუნდაც გამოსაცდელი ვადით, უფრო მაღალი ანაზღაურება, ის 3 თვე ხო ვიხადე ხელფასი, ესე იგი ინტერესი მქონდა, რომ დასაქმების და თანამშრომლობა შემდგარიყო, ხო? ამიტომ წინასწარი განწყობა თუ იქნებოდა, რომ მე არ ავიყვან თანამშრომელს შემდეგ, ის 6 თვეც რესურსი არ დაიხარჯებოდა კომპანიის მხრიდან, ხო? ამიტომ ყოველთვის არის იმის ასე ვთქვათ, ეტაპი ყოველთვის დგება, რომ აბა გადავიდეთ ჩვეულებრივ ხელშეკრულებაზე თუ არ გადავიდეთ, ხო? მაგრამ ხშირ შემთხვევაში გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულება აღიქმება როგორც აი გაშვების თქვათ მარტივი საშუალება. მაგრამ ჩვენ აი წეგან იმიტომ საუბრობდი, რომ თუ დამსაქმებელს ექნება ეს რეპუტაცია შექმნილი, რომ მას 6 თვით აყავს ხალხი და ეს გავრცელდება უკვე რეპუტაციულად, რომ კი უშვებს, აი ნახეთ, ხშირად ესე ხედავენ ხოლმე სამართალში, რომ აი რაგინა დამსაქმებლის ინტერესი დავიცავი, ვიღაც იურისტი იტყვის, თქვა, დავიცავი დამსაქმებლის ინტერესი, მარტივად გავუშვი ვიღაც სამსახურიდან. და გამოსაცდელი ვადით, ამიტომ კონტრაქტები გავაფორმეთ, ხო? მაგრამ მეორე მხრივ ამ ტიპის ურთიერთობით, რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ ცვლით კადრებს, კი არ მიდიან სასამართლოში, არ დაობენ და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ რეპუტაციული ზიანი მივაყენეთ კომპანიას, იმიტომ რომ გაჯერდა უკვე რეპუტაციულად, რომ აყავს თანამშრომლები უშვებს სამსახურიდან, აყავს უშვებს სამსახურიდან, ხო? ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ იშვიათია, საკმაოდ გავრცელებულია ეს მოდელი, რომ მოდი ავიყვანოთ თანამშრომლები 6 თვით, რომ მარტივად გავუშვათ. ანუ გამოსაცდელი ვადის განმარტება ჩვენ გვაქვს, რომ გამოსაცდელი ვადა მიზნად ისახავს გავარკვიოთ პირის შეესაბამება თუ არა პოზიციას. ეს არის კლასიკური განმარტება. პრაქტიკული განმარტება კლასიკურისგან განსხვავებით არის გავაფორმოთ ხელშეკრულება, რომელსაც ადვილად შევწყვიტავთ. თუმცა აქ მინდა ხაზი გავუსვა და პრაქტიკაშიც ხშირად ვამბობთ, რომ გამოსაცდელი ვადა თუ კი ის არის უბრალოდ ინსტრუმენტი ხელშეკრულების ადვილად შეწყვეტისთვის, უნდა ვიცოდეთ, რომ ამას თავისი ფასი აქვს და ეს ფასი არის რეპუტაცია, ეს ფასი არის, რომ გავრცელდება, რომ ეს არ არის კეთილსინდისიერი დამსაქმებელი, არ არის სტაბილური დამსაქმებელი და გვეყოლება თანამშრომლები იმ 75%-ში, ვინც უკმაყოფილო ამ სამსახურით. ეს უკმაყოფილების 75-ის კიდე საინტერესო სტატისტიკაა, რომ ამ 75-ში დაახლოებით 60%, ანუ მთლიანის 60% არის, ვინც არა მხოლოდ უკმაყოფილო, არამედ ცუდად საუბრობს სამსახურის გარეთ მის სამსახურს, მის მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ანუ
ცუდად ახასიათებს ამ კომპანიას, ხო? და საბოლოოდ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ კომპანიას შესაძლებლობა აღარ აქვს უკვე მოიზიდოს ისეთი კადრები, ვისთვისაც სტაბილური ურთიერთობა ღირებული არის, ხო? და სულ თავიდან დავიწყეთ ამით, რომ შეიძლება კომპანიას არ ქონდეს იმის საშუალება, რომ გასცეს მაღალი ანაზღაურება, არ ქონდეს იმის საშუალება, რომ ხშირად გაზარდოს ანაზღაურება, მაგრამ დადგენილია, რომ პირველი რიგის ამოცანა სანამ ზრდაზე მივალთ არის უზრუნველყოფა, რომ ეს არის სტაბილური, აი ეს სტაბილურობა განაპირობებს ფსიქოლოგიურ მდგრადობას, განაპირობებს რეპუტაციულ სტაბილურობას მათ შორის და თანამშრომლების განწყობას, რომ შრომითი ურთიერთობა რაც გვაქვს ხო პირამიდაში უსაფრთხოება პირველ რიგში. აი ეს უსაფრთხოება თუ კი არსებობს, მერე მოდის რა თქმა უნდა ის განცდა, რომ აბა მომატება იქნება ანაზღაურების, თუ წახალისება იქნება, თუ კი განწყობა არის საერთო, რომ სამართლიანი დამსაქმებელია, განწყობაში ავტომატურად ჩდება ის, რომ თუ მატება იქნება, ესეც სამართლიანი იქნება, თუ შეწყვეტა დადგა დღის წესრიგში, ესეც სამართლიანად მოხდება და თუ გამიშვეს სამსახურიდან, ეს გაშვებაც სამართლიანად მოხდება, ხო? არავინ არის დაზღვეული გაშვებისგან, მაგრამ ამ გაშვებას თავისი ფორმები, წესები და შესაბამისი კომპენსაცია გააჩნია. აი რეპუტაცია ყველაზე რთულად ასაშენებელია და მარტივად დასანგრევი ალბათ, ხო? მე ასე ვხედავ და ეხლა გამახსენდა კვლევა, რომელსაც ატარებენ ხოლმე სამსახურში და ერთი საინტერესო კითხვაა იქ. ნუ მოკლედ სხვა ბევრი კითხვა, რამდენად კმაყოფილი ხარ შენი საქმით და ასე შემდეგ, როგორი ზრდები უკავშირი როგორია. ერთი კარგი კითხვა, რამდენად ურჩევდი ამ კომპანიას, შენს მეგობრებს და სხვებს? და კომპანიას, რომელსაც აქვს ამაზე დადებითი პასუხი, კარგი საზომიერთეულია იმისა, რომ ესე იგი აქ არის რაღაც მდგრადობა და აქ სამართლიანობა მუშაობს. შეიძლება მე არ ვიყო რაღაცებით კმაყოფილი, მაგრამ მე თუ კი ვამბობ, რომ კი ბატონო, კი, მაინც გირჩევ მე შენ ამ კომპანიას, ესე იგი ქმნის ღირებულებას ეს კომპანია, ასეა, ხო? ეს კითხვა მომხვედრია ხოლმე თვალში და ძალიან მომწონს და ფიქრობ, რომ ორგანიზაციებმა ძალიან ღრმად უნდა ჩაიხედონ სხვა კითხვებშიც და აი ეს კითხვა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემთვის. ნახეთ, შრომითი ურთიერთობა და აი რამდენჯერმე ვახსენე, რომ არც სამართალი და მით უმეტეს არც შრომის სამართალი არ არის ვიწროდ რაღაცა წერილობითი დოკუმენტის შედგენა, რომელსაც დღეს აღარც ჭირდება იურისტის ჩართულობა, ხო, მარტივად მისცემ დავალებას და აი ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, რომ აი იურისტების როლი ამ ტექნოლოგიებთან ერთად საერთოდ აღარ იქნება, იმიტომ რომ დოკუმენტს შეგიდგენს, თქვათ, ხელოვნური ინტელექტი იმაზე კარგად ვიდრე იურისტი. მაგრამ მე ხშირად ვამბობ, რომ იურისტის როლი არ არის მხოლოდ რაღაც წერილობითი დოკუმენტის შედგენა. მან უნდა შეძლოს ორგანიზაციის შიგნით აი იმ სტაბილურობის განცდის შექმნა, მათ შორის არაერთ კომპანიაში გქონია ჩვენ განწყობა, რომ აი მოდი ამავე კომპანიის იურისტს ვკითხავ, რა შეიძლება მოხდეს, ხო? რეალურად ამ კომპანიის იურისტი არის პირველ რიგში ამ კომპანიის დამსაქმებლის წარმომადგენელი, მისი ინტერესების დამცველი, ხო? მაგრამ თუ იმ ხაზს გავყვებით, რომ თანამშრომლის განწყობები არის ასევე კომპანიის ინტერესების შესაბამისი, მაშინ გამოვა, რომ ამ კომპანიის იურისტმა უნდა იზრუნოს არა მხოლოდ იმაზე, რომ კომპანიის მენეჯმენტი იყოს კმაყოფილი, არამედ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ კომპანიის დასაქმებულიც იყოს კმაყოფილი. ერთი ცნობილი, ასე ვთქვათ, ისტორია არსებობს იუმორისტული, სამ იურისტებში იუმორისტულს გულისხმობ. ცნობილია, რომ იურისტების იუმორი ცოტა სპეციფიკურია, რომ დირექტორმა დაავალა იურისტ თანამშრომლის გასაშვებად რაღაც ბრძანების მომზადება. ოღონდ ძალიან ისეთი მყარი ბრძანების მომზადება დაავალა, რომ შემდეგ იმ თანამშრომელს არ ეჩივლა
და აი რამდენიმე დღე მუშაობდა ეს იურისტი, ყველა წერტილმძიმე, ყველა რისკები აწონდაწონეს და ფინალი იყო, რომ გვარი შეცვალა დირექტორმა და ამ იურისტის გვარი ჩაწერა გასათავისუფლებელ თანამშრომელში, ხო? ამიტომ რეალურად კომპანიის იურისტის იქნება ეს შიდა იურისტი თუ თქვათ გარე იურისტის როლი არის, რომ შექმნას ეს სტაბილურობის განცდა. ამიტომ იმ ნაწილში, როდესაც საუბრობთ, რომ რა შედეგები აქვს შემდეგ ამ სტაბილურობას, ხო? არ ვიცი, ძალიან ბევრჯერ ვახსენეთ ეს სიტყვა სტაბილურობა, მაგრამ მე ვფიქრობ, პირველი აი კეთილდღეობის პირველი ეტაპი იმისთვის, რომ ეს იყოს შექმნილი, მაინც გავდივართ იქეთკენ, რომ დაცულობის განცდა არსებობდეს ორგანიზაციაში, რომ ხვალ არ მე იგივე არ მომელის, რაც უსამართლოდ ჩემ კოლეგას გაუკეთეს და თუ მე მკითხავს ვიღაც ჩემი მეგობარი, რომ მან მაგ სამსახურში ვაკანსია ვნახე და ღირს თუ არა მუშაობის დაწყება, აი ამ არსებული თანამშრომლის პასუხს რა შედეგი ექნება, ამას ძალიან დიდი გავლენა აქვს, რაც არა მხოლოდ ჩემი აზრია, მე მგონი დადასტურებულია არაერთი სანდო-კვლევით. ჩავიხედოთ მაშინ ახლა შრომით ამ შრომის უსაფრთხოებაში უფრო კონკრეტულად რო ჩავიდეთ, აი რა დეტალები არის შრომით უსაფრთხოებას რა განსაზღვრავს, სტაბილურობა ვიცით. აი შეიძლება იყოს ეს მიზნების სიცხადე, რა მიწერია სამუშაო აღწერილობაში, როგორ ხდება ჩემი თქვათ დაწინაურება, იგივე როდესაც მაგალითად აღიარება ხდება თანამშრომლის და ბონუსების გაცემა ხდება, რამდენად არის ეს სამართლიანი თუ არ არის. აი აქ როგორ ვართ? ამ ნაწილშიც დავყოფდი ორ მიდგომას, ერთი ეგრეთ ასე ვთქვათ უფრო მოძველებული მიდგომა შრომის სამართალში და მეორე თანამედროვე დღესდღეობით რა ითვლება თანამედროვე მიდგომად. მოძველებული მიდგომა იყო შრომის იგივე შრომის უსაფრთხოების კუთხით რა რომ თავარი არის ფიზიკური უსაფრთხოება. ფიზიკურ უსაფრთხოებაში იგულისხმება რომ თავარია თანამშრომელი სამსახურში არ დასახიჩრდეს ფიზიკურად, თავარია სიცოცხლეს არ შეექმნას პირდაპირი საფრთხე და თავარია პირდაპირი ფიზიკური ჯანმრთელობა არ დაუზიანდეს. ჩვენთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს არ იყო აქტუალური, მაგრამ დროთა განმავლობაში, იმიტომ რომ ბევრი, ასე ვთქვათ, შემთხვევა გქონდა, ყველამ გაანალიზა, რომ შრომის უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი შრომით ურთიერთობებში და არ არსებობს შრომითი ურთიერთობა თუ არ ზრუნავ შრომის უსაფრთხოებას. თუმცა დღევანდელი მიდგომა უკვე ადასტურებს, რომ ეს არ არის საკმარისი. შრომის უსაფრთხოება გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკურ უსაფრთხოებას, არამედ ესეთი ცნება გვაქვს უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო. აი ეს ჯანსაღი გარემო ფართო ცნება ცხადია და არის უსაფრთხოების კომპონენტიც. როგორც თქვი, ის რომ საბაზისო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, ეს არის რა თქმა უნდა უკვე არა განხილვაც არ ჭირდება ამას, ხო, ის რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები, წესები, აღჭურვილი იყოს თანამშრომელი და ასე შემდეგ. ამავდროულად უკვე შრომის უსაფრთხოება მოიცავს, რომ შრომითი ხელშეკრულების პირობები იყოს მკაფიო, იყოს დაცული ის მინიმალური მოთხოვნები, რასაც კანონი ადგენს, ანუ თუ კანონი რაღაცას ითვალისწინებს, რომ მისგან განსხვავებული არ იყოს ხელშეკრულებაში გათვალისწინებული და უკვე არა მხოლოდ პირდაპირ ამ ყველაფერს აკონტროლებს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები, თქვა ჩვენ შემთხვევაში შრომის უსაფრთხოების ინსპექცია, რომ ერთი მხრივ ფიზიკური უსაფრთხოება იყოს დაცული, მეორე მხრივ ხელშეკრულების პირობები იყოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. მაგრამ ამას პლუს უკვე არსებობს აი ეს ჯანსაღი გარემოს პრინციპი. ყველა სამსახურში უნდა არსებობდეს. ეს არ არის მხოლოდ კეთილინება დამსაქმებლის. ეს არის დამსაქმების ვალდებულებაც, რომ მან უზრუნველყოფს ჯანსაღი გარემო. გასაგებია, რომ სრულყოფილი არაფერი არ არის
გასაგებია რომ ზოგი ამას ახერხებს, ზოგი ვერ ახერხებს, მეტნაკლებად სრულდება ეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ორგანიზაციის შიგნით არსებობდეს პირველ რიგში მენეჯმენტის ხედვა იმაზე რომ ის ვალდებულია უზრუნველყოს ჯანსაღი გარემო. ჯანსაღი გარემო შეგვიძლია დავყოთ ერთი მხრივ ისევ ფიზიკურ გარემოთ, ანუ რა გარემოში მუშაობს, რა პირობებში მუშაობს თანამშრომელი, მაგრამ მეორე მხრივ დავყოთ უკვე რა ურთიერთობები არსებობს სამსახურის შიგნით, რა ტიპის დაცულობა არსებობს და ჩვენ მქონია სხვათა შორის პრაქტიკაში დამსაქმებლების მხრიდან რომ თქვათ უნდა თანამშრომლის გაშვება, იცის რომ გაშვების ესეთი პირდაპირ საფუძველი არ აქვს და მას უთქვავს რომ მე შევქმნი ისეთ გარემოს სამსახურში, რომ მას თვითონ მოუნდება წასვლა. ჩვენი როგორც იურისტების როლი არის მას განუმარტოთ, რომ ესეც არის ჯანსაღი გარემოს დარღვევა, რაც მისი ვალდებულება, ამიტომ ძალიან ვიწროდ არ უნდა შეხედოს დამსაქმებელმა, რომ მე შევქმნი ცუდ გარემოს და მას თავად მოუნდება წასვლა აი რა არის ეს სამსახურიდან. ცუდი გარემო, რომ თავად მოუნდეს წასვლა? მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი არის დამსაქმებლის იგივე პატივისცემა დასაქმებულის მიმართ და ეს პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა ძალიან ხშირია ხოლმე, როდესაც მაგალითად ძალიან ბევრი პრაქტიკა ამაზე, რომ მოდი ჩავუსაფრდები ყველა დარღვევაზე. მაგალითად, ხო? და ეს არის ერთ-ერთი პირობა მაგალითად, რომ მოდი საყვედურს გამოვუცხადებ, რომ დააგვიანა 2 წუთი. ხო. რომელიც ცუდია, რა თქმა უნდა, არ მივესალმებით არავინ, მაგრამ სამართლებრივად ეს მნიშვნელოვანია, რომ იურისტებმა განვუმარტოთ დამსაქმებლებს, რომ ეს არ შეიძლება გახდეს დამსაქმებლის ბერკეტი. ანუ ამ ტიპის როდესაც ვსაუბრობთ ჯანსაღ გარემოზე, რომ დააგვიანა და მე საყვედური გამოვუცხადე პირდაპირ. ოკეი, ვიღაც შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ რატო დააგვიანა და არ მაქვს უფლება რომ გამოვუცხადო საყვედური. მარტივი პასუხი იქნება, რომ არ გვაქვს უფლება. რატო არ გვაქვს უფლება? იმიტომ რომ უნდა გავერკვიოთ, შევაფასოთ, პირველ რიგში ავუხსნათ, ხო? და ამას სასამართლოც უყურებს შემდეგ, რომ შენ თვითმიზანი გქონდა, რომ საყვედური გამოგეცხადებინა, ან თქვათ ხელი შეგეშალა მის წინსვლაში. თუ რა თქმა უნდა არის პოზიციები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული წუთი. კი. და იმ 1 წუთის და 2 წუთის, ახლა კლასიკური მაგალითია სამედიცინო სფერო, სადაც 2 წუთი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ 2 წუთმა გამოიწვია რაღაც მძიმე შედეგი, მაშინ გასაგები. აი, როდესაც თქვენ დასვით გაუსვით ხაზი იმას, რომ კაფიობა ხელშეკრულების პირობებში, კაფიობა წინსვლაში, წახალისებაში, ასევე მნიშვნელოვანია კაფიობა არა მხოლოდ წინსვლაში, არამედ უკუსვლაშიც, ხო? ანუ რა სადამსჯელო მექანიზმებია? რა შემთხვევაში დავისჯები, რა მექანიზმებს გამოიყენებენ, რამდენად პროპორციული იქნება. პირველი, როგორც ბევრჯერ თქვი, არის უსაფრთხოება, ხო? ვიდრე წახალისებაზე და წინსვლაზე ვისაუბრებთ, რა შემთხვევაში დავისჯები. რამდენად პროპორციული იქნება სასჯელი. რამდენად ყველას მიმართ იგივე განწყობა. როდესაც ჩვენ ვაფასებთ, იგივე დისკრიმინაციული ხომ არ არის მიდგომა, ხო? კი გამიშვეს, თქვათ, მომცეს საყვედური, მაგრამ იგივე დარღვევაზე მე სასამართლო შეაფასებს. ყველას საყვედურს ვაძლევთ? თუ ყველას არ ვაძლევთ, ან არაღური, რას მოითხოვს სასამართლო? მოითხოვს პირობითად 100 კაცი მუშაობს ორგანიზაციაში. მოითხოვს გაქვს თუ არა 100 კაცის აღრიცხვიანობა. ყველა თუ მოდის ზუსტად რა ვიცი 9 საათზე და ამ ადამიანმა დააგვიანა, რატომ ხდება ეს? რატომ არის მნიშვნელოვანი 9 საათზე მოსვლა? და ასე შემდეგ, რო აღარ შევიდეთ დეტალებში, თავარი არის, პირველი ეტაპი არის, რომ შევაფასოთ სიცხადე, რა შემთხვევაში დავისჯები, რა შემთხვევაში იქნება პრობლემური ჩემი ქცევა, რა ქცევა იქნება პრობლემური და ასე შემდეგ. მეორე არის ცხადია, უკვე რა შემთხვევაში მაქვს მე შანსი რომ მივიღო წახალისება.
მივიღო და აქაც ბევრი კვლევა არსებობს, რომ წახალისება არ არის აუცილებლად ფინანსური წახალისება, შეიძლება ეს იყოს პროფესიული წინსვლა, შეიძლება ეს იყოს უბრალო მადლობის თქმა, ძალიან ხშირად შეხვედრი ალბათ ყველას საახალწლო პერიოდებში რაღაც კორპორატიულ წვეულებაზე, რომ აი მადლობა მივიღე, რაღაც მაღიარეს, ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ეს კომპონენტები ქმნის, რა თქმა უნდა, დადებით განწყობებს და ჩვენ შეიძლება წინასწარ არ გავწეროთ ყველა ის წამახალისებელი მექანიზმი კონტრაქტით ცხადია, მაგრამ ამას უკვე სულ დასაწყისში ვახსენე პრაქტიკა როგორია ორგანიზაციაში. ანუ თუ კი მოვედი მე სამსახურში და გავიკითხე ან არსებულ თანამშრომლებში, ან ზოგადად სხვადასხვა თანამშრომელთან, რომ აი ყოფილა წახალისების შემთხვევა და ყველა იტყვის, რომ არა 10 წელია ვმუშაობ და მე არაფერი არ მქონია. მადლობაც არ მიმიღია. აი მეორე მხრივ ვიცით ხო, 7 მადლობა მაქვს მიღებული. ცნობილი ფრაზა ფილმიდან, ხო? და ამაყობდა ამით ადამიანი, ანუ 7 მადლობა მიიღო, რამდენად ეფექტური იყო ეხა ფილმში ეგ სხვა მომენტია კიდე, მაგრამ იქ რო ყველა იტყვის, რომ არა ჩვენ მადლობას არავინ არაფრისთვის არ გვეუბნება, არაფერი არ ყოფილა წახალისება, ხო, უკვე ყველა თანამშრომელს ახალს შეექმნება ის განწყობა, რომ ამ სამსახურში რეპუტაციულად უკვე არავის აღარ აქვს იმის სურვილი, რომ იფიქროს მაინც წახალისებაზე. ხო, ამიტომ ერთია თუ კი კონტრაქტით იქნება, რა თქმა უნდა, და ეს ბევრი პრაქტიკა არსებობს ამაზე, რომ ვთქვათ რეგულარული ინდექსაცია ხელფასის მაგალითად, ან რეგულარული ზრდა ხელფასის ასე მისადაგება ინფლაციასთან პირობითად, ასეთი რთული ფორმულების არსებობაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონტრაქტით, არამედ პრაქტიკით რა. აი ჩვენ მქონდა ერთი ესეთი დავა, სადაც საბონუსე სისტემაზე დავობდით და დამსაქმებელი იქ ამბობდა, რომ ბონუსი ეს იყო მხოლოდ ჩემი კეთილი ნება, რომ გამეცა. აი სასამართლომ შეისწავლა, რამდენად რეგულარული იყო, რამდენად ხშირი იყო, რომ ეს კეთილი, მაგრამ უკვე ჩემთვის, როდესაც ვუყურებდი, რომ დამსაქმებელი საკუთარი თავის დასაცავად მთელ თავის სისტემას, რითიც ის სხვა თანამშრომლების აყვანის დროს ამაყობს, რომ აი მე ამდენს ხელფას გავცემ, მაგრამ ერთი იმდენ ბონუსს ვთქვათ, ხო? თუ იმუშავებ და გამოიმუშავებ და ამ დროს სასამართლოში უკვე მთელი პოზიცია აგებული ქონდა, რომ ეს არის ჩემი კეთილი ნება მხოლოდ. ეს რა მესიჯია სხვა პოტენციური კანდიდატებისთვის, ან რა მესიჯია სხვა თანამშრომლებისთვის, ხო? ისინიც ხო იტყვიან, რომ ესე იგი ხვალ მეც რო გამიშვებენ, დღეს რო ბონუსი არის ჩემი ერთ-ერთი მოტივატორი, ხვალ შეიძლება მითხრან, რომ ჩემი კეთილი ნება მოგცემ თუ არ მოგცემ. ამიტომ ბოლო кейსი მახსენდება, სადაც სასამართლო მიკაფიოდ თქვა, რომ თუ კი დასტურდება, რომ ეს იყო შეთანხმებული პირობა, უკვე ვეღარ იტყვი, რომ შენი კეთილი ნება თუ არ არის და მიაკუთვნა დამსაქმებას, თუმცა მე აი დღევანდელი ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს არც უნდა ყოფილიყო სასამართლოში განხილვის საგანი რა. ეს აი ეს კეთილსინდისიერება, რეპუტაცია ჩემი აზრით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თუნდაც რომ მოეგო დამსაქმებელს, მოუგია ზოგჯერ დამსაქმებელს ესეთი პოზიციაც, მაგრამ ნუ ის კონკრეტული შემთხვევა, რაც მოვყევი, იქ დასაქმებულმა მოიგო. ამიტომ მაგრამ მოიგებს თუ წააგებს, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია განვუმარტოთ დამსაქმებელს, რომ ის რეპუტაცია, კეთილსინდისიერი დამსაქმებლის სტატუსი უფრო ფასეულია, ვიდრე თუნდაც ის ერთი მოგებული თუ წაგებული кейსი. ახლა აი ვთქვათ მაგას რო დაუბრუნდეთ, დამსაქმებელმა რო თქვა, რომ ჩემს კეთილ ნებაზეა დამოკიდებულიო, გავცემ თუ არაო. ეგ არ არის რაღაცნაირად ორგანიზაციის, კომპანიის პროცედურით გათვალისწინებული, როგორ უნდა ხდებოდეს ბონუსის გაცემა და
მაგას ვთქვათ არავინ თხოვს პასუხს თუ არ ღვევს იმ თავის ხო, კეთილნებას? იმ კონკრეტულ შემთხვევაში გქონდა ესეთი ჩანაწერი კონტრაქტში, რომ დამსაქმებელს უფლება აქვს გასცეს ბონუსი და გაწერილი იყო რა შემთხვევებში, მაგრამ იმიტომ რომ დამსაქმებელი აპელირებდა რომ უფლება აქვს, ეს თუმცა მეორე მხრივ ჩვენ წარვადგინეთ რომ თუ კი ეს უფლება არის თავარი мотиваტორი, თავად დამსაქმებლის გაჟღერებულ ვაკანსიის განცხადებებში, თავად ამ დასაქმებულის მთელ სამუშაო პროცესში რეგულარულად გაცემული და არსებითი ოდენობა და აშკარა გახდა სასამართლოსთვისაც რომ ეს იყო შეთანხმების ნაწილი, იქ უკვე ეს სიტყვით ჩანაწერს იმ ხელამნიშნულობა აღარ აქვს. თუმცა დამსაქმებელი აპელირებდა მაგაზე, რომ სიტყვები ეწერა უფლება აქვს. ხო? ხო, არა, უფრო მაინტერესებდა აი თვითონ ორგანიზაციას რამდენად უნდა ქონდეს ეს პოლიტიკა შემუშავებული, რის საფუძველზე გასცემს ბონუსს, რის საფუძველზე არ გასცემს და რამდენად შეუძლია დამსაქმებელს რომ გადაუხვიოს ამ თავში და პროცედურას და პოლიტიკას რა, ანუ უფრო ეგ ის იყო, მაგრამ ალბათ ბევრ ორგანიზაციას არ ექნება მსგავსი ხო, ჩვენ მანდაც უნდა გავყოთ ორად ერთი ორგანიზაციები, რომლებიც არიან რაღაც დიდი ზომის კორპორატიულად ჩამოყალიბებული, გამართული, სადაც ბევრი პროცედურებია და მეორე მხრივ ვთქვათ, შედარებით მცირე და საშუალო კომპანიები, სადაც შეიძლება ესე დოკუმენტურად არ იყოს სრულყოფილად ყველაფერი გაწერილი და მანდ უფრო პრაქტიკა მუშაობს ამ შემთხვევაში. თუმცა პირველ მსხვილ შემთხვევებშიც გვაქვს ეგ მიდგომები ხშირად, რომ მოგების მიზნით, სასამართლო პროცესის მოგების მიზნით ხშირად ხდება ეს გვერდზე გადაწევა ამ რეპუტაციული საკითხის, რასაც მე პირად არ მივესალმები. ალბათ არც არავინ არ მივესალმებით არაკეთილსინდისიერ მოპყრობას და უსამართლო მოპყრობას. ხო? გამჭვირვალე როდესაც არის, რატომ იღებ ბონუსს, რა სახის ბონუსები არსებობს, მარტო თანხა ხო არ არის, შენი თქმის არ იყოს, აღიარება ალბათ უფრო დიდი мотиваტორია, მაგ თუნდაც მადლობის თქმა და თუნდაც ის რომ შენ ორგანიზაციის დაფასებულ ნაწილად თვლი თავს, ვიდრე ეს მონეტარული ანაზღაურება. მე ბევრჯერ მქონია შეხება უსამართლობასთან ორგანიზაციაში და გავიხსენებ ადრინდელ ამბავს, რა თქმა უნდა, ორგანიზაციას არ დავასახელებ. მოკლედ მქონდა ხელშეკრულება, რომელიც იყო უვადო. ერთ დღეს შეიცვალა მენეჯმენტი. HR-ის წარმომადგენელი ამოვიდა ჩვენთან და გვითხრა, რომ თქვენი ხელშეკრულებები აღარ იქნება უვადო, იმიტომ რომ წინა დირექტორს არასწორად ქონდა ეს გაკეთებული და გადაგვიყვანეს ვადიან ხელშეკრულებაზე. მე გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და ვიკითხე, ოღონდ მარტო კითხვით, სამწუხაროდ მარტო კითხვით შემოვიფარგლე, რომ კი, მაგრამ რას როგორ მიმტკიცებ, რას ეფუძნება ეს გამონათქვამი, რომ მას შეეშალა, შენ გქონდა მუდმივი და ახლა მე გიცვლი და გაქვს რაღაც დროებითი. და პასუხი ესეთი იყო, რომ ეხლა ხელს მოაწერთ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენო მაინც უნდა შევცვალოთ ხელშეკრულებებიო და ასე მოვაწერეთ სულ რაღაც გაუცნობიერებლად თუ შიში იყო სამსახურის დაკარგვის არ მახსოვს და ბოლოს იმით დამთავრდა, შეიცვალა მენეჯმენტი, გადაგვიყვანეს დროებით ხელშეკრულებებზე, გააკეთეს რეორგანიზაცია და არასასურველი თანამშრომლები გაგვიშვა სამსახურიდან. აი ესეთ შემთხვევაში რა მექანიზმი მიცავს? მე როგორც დასაქმებულს, რა ბერკეტი მაქვს, რომ ჩავეჭიდო აი ამას და აი ის უსამართლობის შეგრძნება, რაც მე მაშინ მქონდა, რომ ერთი კვირა ვტიროდი, აი ეს მაინც არ მქონოდა. ეს არის ერთ-ერთი შეიძლება ითქვას კლასიკური შემთხვევის მსგავსი, ასე ვთქვათ. თუმცა ამ მიმართულებით ჩვენი კანონმდებლობა საკმაოდ მყარ გარანტიებს იძლევა. აი თქვენი შემთხვევის ანალოგი რომ ავიღოთ და თქვენი შემთხვევაც ჩვენი კანონმდებლობით თუნდაც თქვენ დათანხმდეთ რაღაცას, ხელი მოაწეროთ, თუ თქვენი
ხელმოწერილი დოკუმენტი ეწინააღმდეგება კანონს, ამ შემთხვევაში უპირატესობა აქვს კანონს. თქვენ შემთხვევაში თუ კი კონტრაქტი არის უვადო, თუნდაც შემდეგ მოაწეროთ ხელი, რომ გახდა ვადიანი, შემთხვევაში შეიძლება ის მაინც ჩაითვალოს უვადო ხელშეკრულებად. აი ჩვენი კოდექსით 30 თვეზე მეტი ვინც მუშაობს, მას ავტომატურად ეთვლება, რომ აქვს უვადო კონტრაქტი. თუნდაც ის იყოს ერთთვიანი, ორთვიანი, ითვლება, რომ ის არის უვადო, რასაც არ უნდა მოაწეროთ ხელი. ამიტომ მე აი თქვენ შემთხვევაში თავის დროზე პირველ კონსულტაციას გეტყოდით, რომ თუ ეგეთი პირობა წაგიყენეს, რომ აუცილებლად უნდა მოაწერო ხელი, პრობლემა არ არის, რომ მოაწეროთ ხელი. ანუ ჩვენ ესეც დავიცოდეთ, რომ სამართალი ძალიან პრაქტიკული საკითხია. თეორიულად შეიძლება გითხრათ, რომ აი არ მოაწეროთ ხელი, იდაოთ, მაგრამ ადამიანი ხვალ სამსახურში უნდა წავიდეს დილით და რა ქნას არ წავიდეს სამსახურში, თუ წავიდეს და მოაწეროს ხელი. ეს ორი არჩევანი როცა აქვს, იქ თეორიებზე რომ აი არ მოაწერო და ვიბრძოლ, არა, მოაწერეთ ხელი და თუ ხვალ დადგება დღის წესრიგში, რომ ვადის გასვლის გამო გიშვებენ სამსახურიდან, მაგ დროს უკვე სხვა გზა რო არ გაქვს, რომ სასამართლოში უნდა წახვიდე, წახვალ სასამართლოში და მარტივად მოიგებდით მაგ საქმეს იმ კუთხით, რომ ეგეთ დროს ვადის გასვლის საფუძვლით ვერ გაგიშვებდნენ სამსახურიდან. ამიტომ ჩვენ სხვადასხვა რედაქცია გქონია შრომის კოდექსი, გქონია კოდექსი, რომელიც საერთოდ არანაირ ზღვარს არ ადგენდა ვადასთან დაკავშირებით და გამოგვიყენებია ჩვენც როგორც იურისტებს მიგვიცი არჩევა, რომ თუნდაც ერთთვიანი იყოს ხელშეკრულება, 6 თვიანი იყოს და ასე შემდეგ, ეს მთელ მსოფლიოს გაუვლია ეს პრაქტიკები და აქაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ სტაბილურობას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტაბილურობის კომპონენტი არის რაც შეიძლება სწრაფად გადაქცევა ხელშეკრულების უვადოდ. როდესაც თანამშრომელს განცდა აქვს, რომ აი ერთ წელში როდის მივახცე თუ გადავლახე ეს ზღვარი, გამიშვებენ არ გამიშვებენ, ის ერთი წელი თუ მუდმივად სტრესში მუშაობს, ცხადია ის არაეფექტურია, ხო? ჩვენი კოდექსით ამჟამად ეს ზღვარი არის 30 თვე. თუნდაც კონტრაქტი იყოს ერთი წლით გაფორმებული, თუ ჯამურად ის აღემატება 30 თვეს, ის ითვლება, რომ არის უვადო ხელშეკრულება. ანუ აი ეს სტაბილურობის ელემენტი ჩვენმა კოდექსმა შემოიტანა და თქვა, რომ 30 თვის მერე ითვლება უვადოდ. ზოგი კოდექსი 24 თვეს ადგენს, ზოგი 12 თვეს, ზოგი 30 თვეზე მეტს, 36 მეტს, 48-ს ასე შემდეგ. ანუ საშუალოდ ეს არის 6 თვე თუ იმუშავე გამოსაცდელი ვადით პლუს 30 თვე, ანუ 2 წელი, 3 წლის შემდეგ ყველა შემთხვევაში უვადო არის ხელშეკრულება. თუნდაც შემდეგ მოგაწერინონ ხელი ვადაზე კონკრეტულზე, შემდეგ იმიტომ რომ ვადას რა მნიშვნელობა აქვს, ვადის გასვლა ნიშნავს გათავისუფლებას კომპენსაციის გარეშე. ხო. ნუ იდეაც ეგ იყო მაშინ როგორც მახსოვს, რომ კომპენსაციის გარეშე მოხდა გათავისუფლება თანამშრომლების, მაგრამ ამდენი ცოდნა რომ მქონოდა ფაქტია, რომ არა კანონიერად მოხდა ესე იგი. თუმცა აი ხაზი მინდა გავუსვა აქაც, რომ ცალკე აღებული ვადის გასვლაც თუნდაც აი 30 თვეში იყოს, ჩვენ გაგვიხდია სადავოდ, იმიტომ რომ თვითმიზანი არ უნდა იყოს იოლი გათავისუფლება. ანუ ვადის დაწესებაც მათ შორის თუნდაც კანონით დადგენილ 30 თვეში ჯდებოდეს, კანონი ადგენს, რომ მინიმუმ უნდა იყოს 12 თვიანი, მაქსიმუმ შეიძლება გაგრძელდეს 30 თვე, ხო? თუ არ არის გამონაკლისები ცხადი. მაგრამ აი ის თქვა ერთწლიანი დაიდო კანონიერს ეძახი, ხო? მაგრამ თუ ვერ დაასაბუთებ, რატომ ერთწლიანი, რა მიზანს ისახავდა ერთი წლით დადება, აქ შეიძლება შემოვიდეს უკვე ის, რომ თვითმიზანი თუ ის იყო, რომ ადვილად გაუშვა თანამშრომელი, ხო? ასეთი გაშვებაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის უკანონო. ამიტომ მე სულ ვურჩევ ხოლმე ხშირად დამსაქმებლებს, რომ არ უყურონ იმას, რომ აი მოდი ერთწლიანი გავაფორმოთ, რომ ერთი წლის მერე ადვილად გავუშვა თანამშრომელი. იმიტომ რომ შემდეგ სასამართლო შეაფასებს, რომ შენი თვითმიზანი ყოფილა სამსახურიდან გათავისუფლება. ხო, ამას ჯობია თუნდაც ვადა გავა,
თუ ფიქრობ რომ გასაშვებია თანამშრომელი მე პრაქტიკულად არ შემხვედრია პრაქტიკაში დასაქმებული რომლისთვისაც აუხსნიათ მიზეზები რომლისთვისაც განუმარტიათ მიზეზები განუმარტიათ თქვა თუ სირთულეა ფინანსური ეს განუმარტიათ თუ რაღაც პრობლემაა განუმარტიათ თუ მას შეშლია განუმარტიათ პრაქტიკულად არ შემხვედრია დასაქმებული ერთეულების გარდა რომელსაც სურვილი ჰქონია რომ შემდეგ სასამართლოში წასულიყო ანუ ეს სამართლის შემოქმედებითი პროცესია აი და მაგას ვამბობ რომ ხელოვნური ინტელექტი ამ ნაწილში ვერ უნდა ჩაერთოს და ამიტომ მე შიშით არ უყურებ პირიქით ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტად ვუყურებ მათ შორის იურისტებისთვის და ჩემი პროფესიისთვის და ისე რომ მიუბრუნდეთ იმ საკითხს ძალიან მნიშვნელოვანია აი კომუნიკაციის ნაწილი ეხლა მე მედიატორიც ვარ და ვცდილობ როცა მედიაციის საშუალება მაქვს რომ ორივე მხარე დაელაპარაკოს ერთმანეთს და ძალიან ხარჯიანია დამსაქმებლისთვის სასამართლოში წასვლა ან დამსაქმებლის ინტერესი უფრო ნაკლებად არის სასამართლოში წასვლა ხშირ შემთხვევაში და მე ამიტომ ვეუბნები ხშირად დამსაქმებლებს რომ კომუნიკაცია დაელაპარაკეთ რატო შეიძლება ითხოვდეს ადამიანი თქვათ რაღაც აი მოსულა ხშირად რომ აი ძალიან დიდი კომპენსაცია მოითხოვა დასაქმებულმა და მიკითხავთ მოდი დაველაპარაკოთ რატო მოითხოვა ამდენი როგორ და ამ კომუნიკაციების დროს მივსულვართ უმეტეს შემთხვევაში იმ საერთო წერტილამდე რომელიც ასეთ მისაღები არის თქვა დასაქმებულისთვის და დამსაქმებლისთვის და დასაქმებულს არ აი შეიძლება პროცენტულად ესე ზუსტად ვერ თქვა მაგრამ 80-90% დასაქმებულის ვინც მოდის პირველი საუბარს იწყებს იმით რომ უსამართლოდ მომექცნენ და არაიმდენად აი ეს კომპენსაციები რაღაც რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელი არის მაგრამ პირველი წინადადება ყოველთვის არის ხოლმე რომ აი ძალიან უსამართლოდ მომექცნენ შეურაცხყოფილად გზნობ თავს და აი პრინციპის ამბავი ხდება უკვე ჩემთვის რომ წავიდე სასამართლოში და აი ამის გამოსწორება იმით რომ აი მოდი ერთწლიანი კონტრაქტი გავაკეთოთ ისიც არ არის სრული დაცვა ამის თქმამით გასაგები აი დამანგრეველი შეგრძნება უსამართლობის შეგრძნება ჩემთვის პირადად ასია და მოკლედ ძალიან საინტერესოა და რა აი მაინც იქით მივდივართ რა რომ თანამშრომლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთპატივისცემა სიცხადე მიზნები სიცხადე თუნდაც იმის რომ როდის გამიშვებენ და რომ ვიცოდე რომ მიშვებენ რატომ მიშვებენ და რითი აფასებენ ზოგადად ჩემს საქმიანობას ეს ყველაფერი როცა იცი ადამიანმა ალბათ ნაკლებად გაქვს ეს პროტესტის გრძნობა შენ თვითონაც აღნიშნე უჩვეო რომ პრაქტიკულად როდესაც აუხსნიან ადამიანს ის აღარ ჩივის ხო იმიტომ რომ აი ეს შეგრძნება რაც უსამართლობასთან არის დაკავშირებული უკვე თითქოს განეიტრალებულია და ესეც არის ჩვენი შრომითი და ფინანსური კეთილდღეობა აი ამ ნაწილში მინდოდა ხაზი გამესვა რომ ტერმინოლოგიურადაც ქვია შრომითი ურთიერთობა და ეს არ არის ბრძოლის პროცესი ხო ეს არის ურთიერთობის პროცესი არავინ არ არის შეუცდომელი ცხადია არ მინახავს სრულყოფილი არც დამსაქმებელი და არც დასაქმებული თვლის რომ სრულყოფილია ხო ამიტომ ამ არასრულყოფილებაში მოდის ხოლმე ეს კონფლიქტები მოდის გაუგებრობები მაგრამ იმიტომ ქვია შრომითი ურთიერთობა რომ როგორც ნებისმიერ ურთიერთობას ახლავს პრობლემური ნაწილი ასევე ნებისმიერ ურთიერთობას აქვს იმის პოტენციალი რომ კომუნიკაციით კაფიო დამოკიდებულებით და პატივისცემაზე დაფუძნებული დამოკიდებულებით მოგვარდეს ნებისმიერი პრობლემა. ერთხელ მკითხეს მე რაღაც ეს იყო კამპანია და მითხრეს რომ აი თქვათ კანონს რო წერდე მარტივად, აი ყველა კანონს და ერთი წინადადებით წერდე რაღაცას, რა ასე ვთქვათ, წინადადებას გამოიყენებდი და ჩემი ფრაზა ნებისმიერი კანონი ჩემთვის ეფუძნება რომ პატივი ვცეთ ერთმანეთს. თუ ერთმანეთს არა მხოლოდ ჩემი მე გავიტანო და შრომითი ურთიერთობაც ამის მკაფიო გამოხატულება, ამიტომ მიყვარს ამ მიმართულებით მუშაობა და
კვლევებიც და მასალების წაკითხვაც, რომ ძალიან ადამიანურ ურთიერთობამდე დადის საბოლოოდ და ამ ხრი ძალიან საინტერესო არის ჩემთვის ამ ტიპის საუბრები და განხილვები. თაკო რამის კითხვა ხო არ გინდა და არა. ჩაფიქრებული კი, სახე არა, გაქვს. ვიღა რაღაცა ბევრი რამე გამახსენდა, ბევრი შეცდომა, ბევრი კარგი და სწორი გადაწყვეტილება და ყოველ შემთხვევაში კმაყოფილებაც ბევრი როგორ დავალაგეთ გარკვეული პროცესები, პროცედურები ძალიან საინტერესო იყო. ისე გაირბინათ რომ ვერ ვერც გავიგებ, გავიგეთ, კი, ხო? ოპერატორმა მაჩვენად რომ რამდენჯერმე თორე ვერც გავიგებდი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო კი. იყო და ალბათ ამ თემებზე ბევრი შეგვიძლია რომ ვისაუბროთ. ნამდვილად იმიტომ რომ ბევრი ბევრი. კითხვა მქონდა, კი, მართლა ბევრი კითხვა მქონდა. ბევრი იმედია შეგვიძლია კომენტარებში ვისაუბროთ. მოიწერებიან კიდე ხო. და აი გავაგზავნებთ. კომენტარები საინტერესო იქნება და კომენტარებზე დაყრდნობით მე შეგვიძლია შეგვიძლია უფრო გავაგრძელოთ ჩავუყმავდეთ და კომუნიკაცია. მოკლედ კეთილგანწყობა და კეთილდღეობა ფაქტია რომ ჩვენთვის ყოველთვის უპირველეს ყოვლისა ეს არის მნიშვნელოვანი და ნუ რა გამოდის რომ მოგების თეორიით როგორც ცხოვრებაში ორგანიზაციაში ესე უნდა წავიდეთ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ასეთი საინტერესო დიდი მადლობა განხილვისთვის. მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა. დროებით.